მოწონდეს რა, მომწონდა ეს თამაში, ფიქრი მომწონდა. მოჭადრაკის წაგება იყო ძალიან დიდ სტრესთან დაკავშირებული. ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ გადადებას მოითხოვს. ბავშვობაში სპორტსმენი ვარ ან ვიყავი, ეხლა მეურვებიან ჭადრაკის სპორტი არაა. მანდაც მოგეუყვარდა ეს წავაგები. მე მივხვდი რომ არ მყოფნის აი ეს სპორტული ჟიმი. ჭადრაკში არის პერსპექტივა. აი მთელი დღე ბავშვი მეცადინებს ჭადრაკს. და მაგას რო აჯობა ესე ის ძალიან დაგიყვარდეს ხო? შეიძლება მივუძღვა ჭადრაკს თავი და უკან დამიბრუნდება. ეს თავის ამბიციური პრობლემა გვერდთან გადადო. და მე რო წავაგებ თუ მოვიგებ და მე რო წავაგებ სამორჩა წავაგე. ძალიან ხშირად არის ეგ მომენტები და ეგეთი მომენტებისთვის აგრძელებ და აგრძელებ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეიძლება. გამარჯობა. თქვენ უყურებთ პოდკასტ ურთიერთობებზე. მე ლიკა ვარ. დღევანდელი თემა იქნება ურთიერთობა სპორტთან. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ცხოვრების 9 წელი ჭადრაკს უკავშირდებოდა, გადავწყვიტე, რომ მოჭადრაკე მომეწვია სტუმრად. ნინო ბაციაშვილი არის ჩვენი სტუმარი. ნინო არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ასევე მსოფლიოში შედის 15-ულში და გუნდურ თამაში მრავალგზის მე მგონი რამდენჯერ მითხარი მსოფლიო გაქვთ მოგებული გუნდურ ორჯერ. ნინოს ვიცნობ ბავშვობიდან, მე მგონი არ ვიცი, მე 7 წლიდან დავიწყე ჭადრაკი და ალბათ იმასაკიდან თუ არა მალევე გაგიცნობდი და მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედი ჩვენთან, ხარ ჩვენი სტუმარი და დაგვთანხმდი რომ გაგიზიარებინა შენი გამოცდილება ჩვენი მაყურებლისთვის. მადლობა მოწვევის. სანამ გადავალ კითხვებზე, მინდა რომ მაყურებელს თქვა რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, ასევე დაგვიკომენტარონ ვინ გსურთ რომ იყოს სტუმარი, ან რა თემაზე გსურთ რომ ვისაუბროთ და ასევე Facebook-ზე გვაქვს ლიკას პოდკასტი ესეთი ჯგუფი და შემოგვერთდით და შეგიძლიათ იქაც ჩაგვერთოთ საუბარში. ნინო, როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში ჭადრაკი და ვინ მიგიყვანა ჭადრაკზე? მე დედაჩემმა მიგიყვანა და შენ ვინ დააშავა შენს ოჯახში და ჭადრაკზე მიგიყვანა და რატომ დააშავა? ამას მეც გავშვი და ალბათ შენც ისაუბრებ ამაზე. ნუ სტანდარტული ისტორია მომგვასწავლა სახში თამაში და მე გადაწყვეტეს რომ მე მივიყვანე ჭადრაკზე, რადგან რაღაცა სწრაფად ავითვისი და 5 წლის ვიყავი, როდესაც მივედი ბათუმში საჭადრაკო კლუბში. და თვეში ეტყოს რომ ნიჭი გქონდა ჭადრაკის? ის სხვათა შორის ნიჭი შეატყოს და მეც მომწონდა თვითონ თავია რომ ბავშვს მოწონდეს რა, მომწონდა ეს თამაში, ფიქრი მომწონდა და რაღაცა აი მე რაღაც რო კარგად გამოგდის, უფრო მოგწონს და კიდევ უფრო გინდა რომ სუიარო და სულ რაღაცა ამ საქმეში იყო ჩართული. და უკვე ძალიან ბევრი წელია ჭადრაკს. ჩემ მარტო იყო 9 წელი, მე დავანებე ჭადრაკს თავი, როცა უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. მე მგონი რაღაცა პერიოდი შენც ქონდა პაუზა და მე მივუბრუნდი, თუ სწორად მახსოვს შენი ბიოგრაფია, შეიძლება ვცდები რაღაცა ესე მახსოვს. ჭადრაკს სულ თამაშობდი, მაგრამ აი რაღაც უნივერსიტეტი რო დავასრულე, მე მივიღე უკვე გადაწყვეტილება, რომ ბევრი შრომა და ენერგია ჩამოდო ამ საქმეში. უკვე ვიყავი საერთაშორისო დიდოსტატი ქალებში, მაგრამ აი მაინც მინდოდა რომ ნაკრებში ვსულიყავი და აი ამ საქმეში ჩამოდო ეს ჩემი შრომა და ენერგია და გამოვიდა. რას ფიქრობ, ნანობ იმ ენერგიას, იმიტომ რომ მე მახსოვს 8-9 საათი ვიჯექით და მეცადინეულით შენ შეიძლება მეცაც ეჯექი ჭადრაკის დაფას, როცა პატარა იყავი და ბავშვები, შენი მეგობრები, თანატოლები დაარბოდნენ, მაგალითად მე ჩემ ამბაშვილები, როდესაც სადღაც მიდიოდნენ, ან ნათესავი მეგობრები თხოვდნენ წამოდი, ვეუბნებოდ რომ ჭადრაკის ტურნირი მაქვს და ვერ მივდიოდი, ვერ სკოლაში ვერ დავდიოდი ისე ხშირად, როგორც ჩემი კლასელები მიდიოდნენ და იმ სკოლაში რაღაცა ექსკურსიაზე ხან სადღაც შატალოზე და მე ამ დროს ვიყავი ან ჭადრაკის ტურნირზე, ან ჭადრაკის დაფასთან და შენ როგორ ფიქრობ აი ამ განმოსახედიდან რა მოგცა ჭადრაკმა და თუ ფიქრობ რომ ღირდა ეს შენი ნერვები, ენერგია ამ ყველაფრად? ხო, რა თქმა უნდა, ბევრი ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ბავშვობაში 8-9 საათი არ მახსოვს რომ მეცადინეავდი. კი, მეცადინეავდი ხოლმე, მაგრამ სკოლაშიც დავდიოდი და რა ყველაფერს ასწრებდი და ჩემთვის ახლა ტურნირები იყო გართობა უფრო თვითში მომდიხარ რაღაცა. და რაღაცა მეგობრებს ნახულობ, რაღაცა ის განცდებთან უკავშირდებოდა და რა ვიცი, მაგიტომ მომწონდა და ნანობ მაშინ არ იყო დიდად არჩევანიც ჩვენს ბავშვობაში, არ იყო ის პერსპექტივები, რაც ახლა აქვთ ბავშვებს და უნივერსიტეტი რო დავასრულე, მივხვდი რომ იმ პროფესიაში რაც მივიღე, უფრო ნაკლები შანსი მქონდა რომ ყოფილიყავი ძალიან წარმატებული ვიდრე ჭადრაკში და ამიტომ მოვიფიქრე რომ ჭადრაკს გავხვალ. მე რა მახსოვს ეცე რა ჩვენ ერთმანეთს ხშირად ხვდებოდით, ხოლმე მიხედვით სხვა სასაკრებო ჯგუფში ვიყავით, მაინც ერთმანეთს ხვდებოდით ხოლმე ჭადრაკში და
საერთო წრეც ყავდა მეგობრების და არ ვიცი შენ თუ გახსოვს, მაგრამ მე მახსოვს რომ ჭადრაკის არა მარტო ჩემი, არამედ ზოგადად ყველა მოჭადრაკის წაგება იყო ძალიან დიდ სტრესთან დაკავშირებული. მე მახსოვს ჭადრაკის სასახლესთან სიახლოვეს მოჭადრაკეები როგორც ცდილობდნენ რომ რაღაცა მშობელს დაძრომოდა, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ იყო მაშინ მშობელი ასე რომ ბავშვს სტრესავდნენ ხანდახან იქვე არ ვიცი წირილებიც იყო ხოლმე ჭადრაკის სასახლეში გახსოვს ესეთი რაღაცები მე მახსოვს კი როგორია მახსოვს იმიტომ რომ თვითონ ბავშვისთვის ეს დიდი განცდა ბავშვისთვისაც მაგრამ მშობელის მასწავლებლებიც ძალიან ბევრი. ხაც იგივე სიტუაციაა. ეხლა ეგ უნდა მეკითხა, ხაც იგივე სიტუაციაა. მე ჩემი განმოსახენით და განსხვავებული არის თითქოს. ზოგადად ჭადრაკი ძალიან სასტიკი სპორტია ერთის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ მდგრადობას მოითხოვს ბავშვისაგან და დასრულს. მარტო ჭადრაკი, თუ ზოგადად სპორტი როგორ ფიქრობ? ანუ ჭადრაკს გამოყოფდი კიდე, იმიტომ რომ საერთოდ მე დავებიან ხა რომ ვამბობდი ბავშვობაში სპორტსმენი ვარ ან ვიყავი, ეხლა მე ვამბობ ჭადრაკი სპორტი არაა. და აი შენ თუ გამოყოფდი იმას, რომ აი ჭადრაკი უფრო მეტად სანერვოა თუ ზოგადად სპორტი უკავშირდება ემოციებს. სხვა სპორტია, მითამაში არასდროს ესე აქტიურად, მაგრამ როგორი რაღაცა იცი, აი ვთქვათ რაღაც ჭიდაობაში მაგალითად რაღაცას რომ წააგებ, გამოვარდები და მე გაქვს რაღაც პერიოდი, რომ ეს გადაიტანო და ჭადრაკში უფრო სხვანაირად არის პარტიას რომ წააგებ, მეორე დღეს უკვე სათამაშო გაქვს. და აი ეს მომენტები ძალიან რთულია, იმიტომ რომ შენ ყველაფერი ჩადებ, კარგად იფიქრებ, თქვათ რაღაცა. ვიცი რა არგუმენტი მქონდა მაგას. რომ როცა ფეხბურთში აგებთ, 11 ადამიანი აგებთ და კი შეიძლება დანარჩენმა 10-მა ერთის გამო რო გოლი ან პენალტი ვერ გაიტანა წააგოთ უფრო დისტრაშია, მაგრამ მეგობრები ერთი წაგებაა და მეგობრები ინაცვლება წაგებთ და მე ვაგებ მარტო და ჩემზე გადადის და მაგით შევადარე ჭიდაობას აი ისეთ სპორტს ინდივიდუალურს უფრო რა ინდივიდუალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს გამოვარდა ვთქვათ ანუ დღეში სამ დღეში აქვს სათამაშო ფეხბურთში მაგალითად და ჩვენ მეორე დღეს რომ ზადούμε ანუ მეორე დღეს უნდა ადგე და ეს შენი შეცდომა ხანდახან არის ხოლმე რომ სწრაფ ტურნირები როცა არის რაპიდ ტურნირები წააგებ თქვათ პარტია და 15 წუთში მეორე პარტია იწყება აი ეს მომენტები ძალიან რთულია და ამიტომ მოითხოვს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ენერგიას ხო ფსიქოლოგიურს და მე მახსენდება მე და ჩემი ძმაც ჭადრაკს თამაშობდა ჩემი მამამ და შვილები მთელი ოჯახი ჭადრაკში ვიყავით ჩაფლულებით და ნინოც მე ცოტა მოგვიანებით დანათესავდა ჩემთან რომ მოგვიანებით და მახსოვს რომ აი წაგება ჩვენთვის იყო არ ვიცი ძალიან ესეთი რთული გადასატანი ან ჩემი მამამ და შვილი ჩემთან რჩებოდა თუ წაგებდა იმიტომ რომ სახლში მისვლა არ უნდა და ან რაღაცა მოკლედ ძალიან დიდ სტრესთან და სულ ამბობდი რომ ჭადრაკმა წამართვა ცხოვრების ძალიან ბევრი წელი თქვა ალბათ მენტალური ჯანმრთელობის და ასევე რაღაცა სიცოცხლის წლები. თუმცა ყველა ეტაპზე როცა მეკითხებოდნენ გინდა თამაში თუ არა, ჩემი პასუხი იყო რომ მინდა, ისე რომ ახსენე რომ ბავშვს უნდა უნდოდეს, მე სულ ამბობდი რომ მე მინდა რომ ვითამაშო და ამ გადმოსახედიდანაც მიუხედავად იმისა რომ ახლა ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რაღაცა წაიღო ჩემი ცხოვრების, არც ერთ წამს არ ვნანებ რომ თამაშობდი ჭადრაკს და ბევრი რამე მომცა. კი, რაღაცას გივითარებს, გონებრივ რაღაცას გივითარებს. იმ პასუხისმგებლობის ქორწინებას, რომ შენი ქმედება და შენი სულები რაღაცას გამოიწევს და როდესაც ჭადრაკის საფასთან დაჭდები, ვერავინ გეხმარება, ხო? მარტო ხარ, ბავშვი როცა ხარ, მარტო ხარ და ყველა გადაწყვეტილება შენ თვითონ იღებ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ შემდეგ ცხოვრებაში, სხვადასხვა პროფესიებში. ზოგადად ჭადრაკი სხვა პროფესიაში უფრო გეხმარება, ვიდრე ალბათ ჭადრაკში ვედარჩი, სხვა რო გადახვიდე უფრო წარმატებული იქნები. არის ბევრი ამის მაგალითიც რა. კი, მეც ვფიქრობ, რომ აი თუნდაც რატომღაც ვიღაცა რო იგებს დღემ და ჭადრაკს თამაშობდი ან როცა იგებდნენ როცა მოჭადრაკე ვიყავი, ყველა აღნიშნავდა რომ როგორი ჭკვიანი გოგო ხარ და ეს რაღაც მერე თითქოს თავდაჯერებულობას მატებდა იმ მხრივ, რომ შემიძლია რაღაცა გავაკეთო ჩემ საქმეში. გარდა იმისა, რაღაცა აზროვნება როგორ ჩაინახსანა, უვითარებს დაგეგმა რაღაც დამოუკიდებლობა და ჩემი პირველი ხელფასი 9 წელს ასაკში ბათუმს უკავშირდებოდა ჭადრაკს პირველი ევროპის ჩემპიონატი რო ჩატარდა ალბათ გახსოვს ძალიან ბევრი წლის წინ და
ალბათ შენი ფინანსური შემოსავალიც პირველი იყო ჭადრაკიდან და ფინანსური დამოუკიდებლობა რა იყო შენი პირველი პრიზი თუ გახსოვს. საერთოდ არ ყიჭიქები. ხა თუ რადიო რაც მაშინ იყო მე მგონი სუვენირები. კი რა. სუვენირები იყო კი რაღაც ბაზებს გუჩუკნიდნენ ლარნაკებს რაღაცა ნაირს ჭიქებს ყავის ჩაის ჭიქებს მაგრამ ესე ფუადი პრიზი ალბათ ქონდა ჭტერდებოდა რაღაც ტურნირები და მანდედან უფრო ხა მე მაშინ ავიღე როგორც ხელფასი იმიტომ რომ ჩართული ვიყავი პარტიების შეყვავდა მაშინ კომპიუტერში და ხაცას ვიყავდა თან ხოლმე გამოსწლება რომ ამდენი უცხოელი ადამიანი ვნახე ბათუმში და თან მოჭადრაკეები და წარმატებული და ჩემპიონები ჩემი პირველი ასე ვთქვათ ტელეფონით ჩემი ფულით ვიყიდა იმიტომ რომ ბათუმში ასავარად წარმატებული აღმოჩნდა ჩვენ ხარ მოვიაზრე ბათუმი მე მგონი იქნა გადასულიყავ და გამეგზავნებინა ჭადრაკის თამაში კიდე ის იმას გაცავს რომ ეხლა სხვა ჩვენ ბავშვობაში არ იყო ეგ რომ გემოგზაურა სადღაც წასულიყავი და აი ეს მოჭადრაკეობა გაძლევდა რაღაც ტურნირს მოიგებდი მე მიდიოდი ხან საბერძნეთში მიდიოდი თუ რა ხან თურქეთში ხან კიდე სხვა ქვეყნებში და ბავშვებსაც იცნობდი ევროპელ ბავშვებს და შენს უკვე რაღაცებს გაძლევდა ეს და რაღაც გამოცდილება ცხოვრებისავალ სულ რომ ჭადრაკს თავი დავანებოთ და ახლა როგორ შედარებ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ მოჭადრაკეებს თუნდაც ბავშვებს რომ აი მაგალითად პირობითად თუ ვერ გაიმარჯვე აქ და დაფინანსებით რომ წახვედი რაც ხდებოდა ჩვენ დროს ძალიან იშვიათად რომ მე ვიღაცა წასულიყო თავისი ხარჯებით იმ ჩემპიონატზე ახლა შეუძლია რომ შობელს დააფინანსოს და უფრო მეტი გამოსვლება მისცეს საერთაშორისო ტურნირებზე გაუშვეს თუნდაც თავის ხარჯით არის უფრო მეტი შესაძლებლობა თუ მაინც ეხლა გაიხსნა ყველაფერი ინფორმაცია ხალხი საწუთამია უბრალოდ მწვრთნელიც შეიძლება არ გჭირდება და შეიძლება ონლაინ ინტერნეტით იყო ონლაინ მწვრთნელი ყავდეს რაღაცას დაუკავშირდნენ სოფლის ნებისმიერ ქვეყანაში და იმის მიხედვით დაგეგმო შენი ცხოვრება და ონლაინ ტურნირებიც ითამაშო უბრალოდ თუ ბავშვი ნიჭიერია და თუ ბავშვს უნდა ეს აკეთოს ალბათ ძალიან მარტივად მიიღებს ინფორმაციას და ძალიან მარტივად აი უბრალოდ თამაშით ჩესკომზე თამაშითაც კი შეუძლია რომ წინ წავიდეს და რაღაცას მიაღწიოს და მე უკვე სხვა ტურნირებში არის ეგეთი მაგალითი არის ესეთი მოჭადრაკე ლაზავიკი ბელორუსი მოჭადრაკე საერთოდ 4 წლის განმავლობაში მე მგონი გამომიანც არ გასულა და უბრალოდ ონლაინ ტურნირებით გახდა პოპულარი. არავინ არ იცნობდა, ესე ბავშვი დაიჭდა და თვითონ თამაშობდა, მეცადინებდა თავის მწვრთნელთან ერთად, ქვეყანას ვერ ტოვებდა აი პოლიტიკური სიტუაციების გამო, არავინ არ ეპატიჟებოდა და ამიტომ იყო და ონლაინ ტურნირების გამარჯვებით გახდა პოპულარული და გაიცნო თამამ მსოფლიო. ამიტომ არის ეს მაგალითები. ნინო, რა არის შენთვის ჭადრაკი და სპორტი? ეს არის საქმიანობა თუ ცხოვრება? ეხლა უკვე ცხოვრების წესი სავარაუდოდ. რა გული შენ ცხოვრების წესში? ფეხბურთელის პირობითად ალბათ მაყურებელმა იცრუნა და ადგეს და ივარჯიშოს და კვება დაიცვას. მოჭადრაკის ცხოვრების წესში რას გულისხმობ? ჩვენ ვარჯიშობთ, მეცადინეობთ, თამაშობთ, ბევრს მოგზაურობთ. და ეს განრიგი ალბათ არის ცხოვრების წესი. ფიზიკურადაც ვარჯიშობთ, პოზიციების ამოხსნა, წვინის უნდა გყავდეს, ესე ვთქვათ, უნდა ვარჯიშო, რომ ფორმაში იყო. და ყოველდღიურ რეჟიმში რაღაცა უნდა მიაწოდო ეს საჭირო. არ შეიძლება რომ ერთი დღე დაისვენო რაღაცა უნდა აკეთო იმ დღესაც. ელემენტარული შეიძლება ვთქვათ ორსვიანი ამოხსნები, მაგრამ აი ყოველდღიურად უნდა გქონდეს ჭადრაკზე შეხება. მეხსიერება ისეთი გაქვს, როგორც ბავშვობაში. იმიტომ ჩემი მეხსიერება, იმიტომ რომ ჭადრაკს ახლა ვთამაშობ, თან კომიჩავით და ჩვენ ისე ვაგრძელებ აქტიურად და ისევ ისეთი მეხსიერება გაქვს. არა, თქვა რა. ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ეგრევე იმახსოვრებ რაღაცებს და ეხლა დიდი დრო გჭირდება იგივე მასალის დასამახსოვრებლად. და სტრესს როგორ შეეჩვია? ანუ მე მახსოვს, ნუნა გაბრინდაშვილის სიტყვები, რომ თანამ თამაშს დავიწყო, მანამდე ნერვულობდა და მე თუნდაც და ნერვულობ წავაგებ თუ მოვიგებ და მე რო წავაგებ, სამორჩა წავაგე. აღარ არის ანერვულობ და შედეგი უკვე დადგა და შენ შეგვია ამ სტრესს თუ ყოველი გასვლის წინ ან წაგების შემდგომ ისევ იგივე განცდებში ხარ თუ მე რაღაცნაირად მართავ ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა მართავ, ყველაზე რთული არის, როდესაც გადამწყვეტ პარტიას წააგებ. ან ისეთ პარტიას წააგებ, რომელიც აი აბსოლუტურად
მოიგე უკვე თითქმის მოგებული გგონია და რაღაც აი ბოლოს უხეში შეცდომის გამო, იმიტომ რომ ან დაიღალე, ან თქვა დრო არ გიყუროს რომ მოგეფიქრებინა. ან უბრალოდ გონება გაგეთიშა, იმიტომ რომ თქვა მე-8 ან მე-9 დღე არის უკვე სათამაშო ტურნირის და წააგებ. ხო, ბლანდერი ქვია მაგას დასმა. ეგ არის ყველაზე რთული, როდესაც ეს სპორტიას აგებ, აქედან გამოსვლა. და რა განცდებში ხარ მაგ დროს? თავს გრძნობ ძალიან სულდად, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთე, მეტის აღარ შეგეცვალა და რაღაცა ისე ბედმა გიმტყუნა, ან შენმა ფიზიკურმა მონაცემებმა გიმტყუნა და ნინა, წელს გახდი მსოფლიო ჩემპიონი სწრაფჭადრაკში, ხო? ევროპის ჩემპიონი. რა გაქვს, რა არის мотиваცია ახლა შენთვის, რომ აი ისევ იასპარეზო, ისევ ითამაშო და ისევ აქტიურ ჭადრაკში იყო. რა мотиваცია? აი ევროპის ჩემპიონი პირველად გახდი, იმიტომ რომ მქონდა მეორე ადგილი კლასიკურ ჭადრაკში. და მესამე ადგილი მქონდა სწრაფჭადრაკში და აი ყოველ წელს თან ძალიან კარგად გილას მონაკოში ტარდება ეგ ტურნირი. ხობლიცი და ესეც სწრაფი ჭადრაკი წელს ძალიან კარგად მომაბზადე, რომ რაღაცა იმად მინდოდა რომ აი ჩემპიონისთვის მებრძოლა. იმიტომ რომ შაშა მე მგონი ბოლო პარტია წავაგე. ბოლო პარტია რომ მომეგო შემეძლო გამეყო პირველი ადგილი, მაგრამ რაღაც კოეფიციენტის გამო ვერ გადავიდი მაშინ პირველ ადგილზე და ეხლა წელსაც იგივე სიტუაცია შეიქმნა, რომ ბოლო ტურში აუცილებლად მინდოდა მოგება და მოგების შემთხვევაში 100%-ით ვხდებოდი ჩემპიონი. ხო და რაღაცა ჩემთვის იყო ეგ мотиваცია, რომ ყოველთვის მინდოდა ის ევროპის ჩემპიონობა და მე მომენტალიზებს შენ როდესაც აი თუ გახსოვდა დაღრილობის შეგრძნება, რომ აი უკვე აღარ შემიძლია. თუ არ ქონია ეგ არის რომ სამწლის განმავლობაში. ხო, და ეგ შეგრძნება არის, რომ აი უკვე აღარ შემიძლია, მაგრამ მაინც მიდიხარ და მაინც რაღაცას აკეთებ. სხვათა შორის ეგ კიდე აი ბავშვები რატო უნდა იარონ სპორტზე ზოგადად, აი სპორტი მაგას ავითარებს, რომ როდესაც შენ უკვე აღარ შეგიძლია რაღაცის კეთება, მაინც გაქვს იმის ნების ყოფა, რომ უბრალოდ ადგე და კი ისე კარგად შეიძლება ვერ გააკეთო ის საქმე, რაღაც დონეზე მაინც გააკეთო. რაღაც დონის ქვით მაგის ძალა სპორტსმენის ხასიათი ქონდა თუ გამოიმუშავა, იცი რა გულისხმობ? მე მაგალითად მახსოვს პატარობაში რომ მოვუგებდი და ვიმეიტირებ და მეცოდებოდა ხოლმე. და აი ეს არც შემძმაში არ იყო, მიხედვით რომ ორივე თამაშობთ, აი ეს რაღაცა სპორტსმენის ცოტა ხისტი, ცოტა მებრძოლი ხასიათი. ახლა უფრო მაქვს რაღაცეების მიმართ, რომ აი ვიბრძოლებ თუ რაღაცა მინდა გავაკეთო და თუ რაღაცა ამოცანა მაქვს გასაკეთებელი სამსახურში, აუცილებლად მივაღწევ და ვიცი რომ მივაღწევ. აი ეს რაღაცა შინს ასაც ეძახიან, ახლა უფრო მაქვს და მაშინ თითქოს რაღაც არ მქონდა და შენ ბავშვობიდან ქონა გამოიმუშავე, აუცილებელია თუ დიდად არ არის, აი რას ფიქრობ ამაზე? ხო, მე არ მქონდა ეგეთი ჟინი. ანუ არსებობენ ადამიანები და სპორტსმენები, რომელსაც აი ძალიან აქვთ ეს მოჭრებულად აქვთ ეს ჟინი, თუნდაც ნონა გაფრინდაშვილი ავიღოთ, აი სპორტული ხასიათი აქვს აბსოლუტური. მე არ მქონდა ბავშვობაში ეგ ის ხასიათი. მაგრამ გამოიმუშავე, უბრალოდ მიყვარდა და მაინტერესებდა. ანუ ინტერესი შრომის ხარჯზე მიაღწია წარმატებას, როგორ ფიქრობ თუ? ხო, შრომის გარშე არაფერი არ გავუდის. უბრალოდ აი საჭადრაკო ნიჭი მქონდა ბავშვობაში, აი მიყვარდა თამაში, მიყვარდა თვითონ თამაშის პროცესი და ანალიზიც მიყვარდა, აი ვთქვათ რაღაცა კაი კომბინაციის დანახვა, ან კარგი იდეის პოვნა. და აი ეს ნელა მე გამომიმუშავა დილით. მე მახსოვს რომ რაღაცა ტურნირში თამაშობდი და მანდაც მოგებული პარტია წავაგე და მე მივხვდი რომ არ მყოფნის აი ეს სპორტული ჟინი. და დავიწყე დილით სირბილი. აი სირბილი ძალიან ავითარებს სპორტულ ჟინს. რომ ყოველ დღე ვთქვათ აი რაღაცა რეჟიმი გაქვს, დილით ადრე ადგები 7 საათზე და მიდიხარ შეიძლება 10 წუთი ირბინოთ 15 წუთი ან 20 წუთი მაქსიმუმ, მაგრამ მაინც აი ეს რუტინა რომ ყოველდღურად შეგიძლია გუშინდელზე შედარებით ოდნავ უკეთ გამოხვიდე და ირბინო და ივარჯიში და მაგით გავიმუშავე. დამეხმარა მე მგონი ძალიან. და მშობლებს რას ურჩევ, ვისაც ახლა პატარა მოჭადრაკეები ყავთ სახლში? თავარია რომ ბავშვს უყვარდეს ჭადრაკი. თუ ძალიანაც არ უყვარს, ახლა არ გიждდება, არ დააწამოთ, იმიტომ რომ მართლა ცხოვრებაში არის ეხლა არის ძალიან ბევრი შესაძლებლობები და ძალიან ბევრი პერსპექტივა. რომ ბავშვმა სხვადასხვა სფეროს სცადოს. ჭადრაკში არის პერსპექტივა თუ? ჭადრაკში არის უბრალოდ ეხლა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ძალიან გაიზარდა საჭადრაკო დონე ზოგადად.
განსაკუთრებით კაცებში ძალიან გაიზარდა და არიან ადამიანები, რომლებიც მათ თავი მიუძღვნეს ამ სფეროს და დილიდან საღამომდე მართლა მუშაობენ და დილიდან საღამომდე ინდოელი ბავშვები მთელი დღე მეცადინეობენ. აი მთელი დღე ბავშვი მეცადინეობს ჭადრაკს და მაგას რო აჯობა, ესე იგი შენ ძალიან უნდა გეყვარდეს, ხო? ძალიან უნდა გეყვარდეს, თუ ბავშვს უნდა და უყვარს, მაშინ აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს და თუ ყვარს და უნდა და აგრძელებს, ჩვენ დროს პატარობაში არ იყო ამდენი შესაძლებლობა, გულისხმობ ჭადრაკისგან შენს რომ მიიღო თუნდაც რესურსი ის რომ ცხოვრება გააგრძელო თუ არ გამოხვიდოდი პირობითად ჭადრაკის მასწავლებელი არის. ახლა არის ის რომ მაგალითად წავიდე და ხო ვიცით კვარაცხელია, ვიცით მამარდაშვილი რომ კლუბებში თამაშობს რა ანაზღაურება აქვს. ჭადრაკში თუ ესეთ რაღაცა რომ მე შეიძლება მივუძღვნე ჭადრაკს თავი და უკან დამიბრუნდება. დღეს უკეთესი სიტუაცია ამ ხრივ. ფინანსურ თვალსაზრისით კი რა თქმა უნდა გაიზარდა. ჭადრაკშიც ძალიან გაიზარდა. ან შემიძლია ჭადრაკით ვიცხოვრო, როგორც მოგიწევს სპორტის ცხოვრება. ტოპ-100-ში ცხოვრობთ. ტოპ-100 კაცში და ალბათ ქალების გაიზარდა ეხა. ბოლო პერიოდი ალბათ ტოპ-30, 35, 40. ეს საქართველოში გულისხმობთ სოფლის მასშტაბით თუ იქნებით ტოპ-100-ში იცხოვრეთ, მაგრამ როდესაც იწყებს სპორტს, გინდა რომ იყო პირველი. ეს მართალია, მაგრამ ხარიწყება 500 ადამიანი. მაგრამ ტოპ 30-იან საერთოდ აი წოდებას თუ აიღებს ბავშვი, გახდება საერთაშორისო სტატია, საერთაშორისო დიდო სტატია, რა თქმა უნდა. კაცებში გულისხმობ, უკვე მას აქვს აბსოლუტურად იმის საშუალება, რომ თავი ირჩინოს, თქვა გაკვეთილები ჩაუტაროს. გაკვეთილების სააღებად ძალიან ძვირია უკვე. კიდე არის რაღაცა პროექტებიც არის, თქვა ამერიკაში უფასო სწავლებაც არის თუ 18 წლამდე მაგალითად საერთაშორისო სტატია, დიდო სტატია გახდები, არის უნივერსიტეტები, რომლებიც გიღებენ, რომ რაღაც სხვა განათლებას მიიღება, რაღაცნაირად შეიძლება ტრამპლინიც იყოს შენ ცხოვრებაში მოჭადრაკეობა. მაგრამ თუ კარგად ითამაშოთ, რა თქმა უნდა არის. აი ხა უფრო უკეთესი შესაძლებლობებია, ვიდრე ადრე იყო. გავითარდა ეს სფეროც. სანამ მკითხავ მშობლის როლს, აი ზოგადად სპორტსმენის ცხოვრებაში, მოჭადრაკის შენ ცხოვრებაში, და ორი ისტორია მაქვს, რაც მახსოვს შენთან დაკავშირებით. ერთი არის, რომ დიდ დარბაზში ვისვენით, თამაშობდით მე და შენ და ნინო ჩემზე ძლიერი იყო, იმიტომ რომ ამ ასაკობრივი ჯგუფები იყო და ასაკითაც ოდნავ ჩემზე უფროსი იყო და ყველა ლოგიკით ნინოსთან უნდა წამეიქო. და მახსოვს უკვე ბოლოს ვიყავით მე და შენ, ძალიან დაღლილი ვიყავით, პატარა ვიყავი და რომ ვტრიალდი სავარძლები რო იყო თუ მახსოვს პლასმასის ჭადრაკის სასახლეში, დედაჩემი შემო უფროსის დაღლილი იყო და უკან იჩდა დედაჩემი და ცოტა იხმაშორებით დედაშენდა რომ გავხედე. ჩემთვის რაღაცა ლუხტი იყო და მახსოვს რომ მე მგონი ან დავამთავრე ან რაღაცა მახსოვს რომ უკვე ამ დედაჩემის იქ დანახვამ და თითქოს აი არ ვიცი ვიგზენი რომ რაღაცა უნდა რომ კარგად მეთამაშა, მომცა ენერგია. და ეს უკავშირდებოდა შენთან თამაშს და მეორე იყო ერთ-ერთი მოჭადრაკეს ვხვდებოდი საკმაოდ ძლიერს ბათუმელს ასევე, ამიტომ მეც გვარი ვახსენო. მიხვდები ვისაც გულისხმობთ, ბათუმში იყო და მასთანაც რაღაცა ვაგებდი და შეგავაკეთე და მე შენ გახვედი მესამეზე თუ გაიმარჯვე პირველად. მოკლედ საპრიზო ადგილზე გახვედი შენ და რომ გამოვედი, იქ დედაშენი დავხვდა და ჩამეხუნდა, იმიტომ რომ ამით შენ გახვედი და ეს მახსოვს დედაჩემის და მოკლედ დედაშენის და ძალიან კარგად მახსოვს დედაშენი, იმიტომ რომ ჭადრაკშიც როგორც სპორტში მაინც უფრო სხვა ენერგეტიკა ტრიალებდა ყოველთვის და ეს მეხსიერებაში ეს ბავშვი გაქვს დარჩენილი, მოკლედ ეს ორი ფაქტი მაქვს შენთან დაკავშირებით და აი ხა კითხავ, შენ მშობლების და კონკრეტულად დედაშენი, დედაშენი მახსოვს სულ ჭადრაკის სასახლეში იყო და შენთან ტრიალებდა, რა როლი აქვს შენს მოჭადრაკე როგორც მოჭადრაკის განვითარებაში და ზოგადად მშობელს რა როლი აქვს სპორტსმენის ან მოჭადრაკის განვითარებაში? მქონდა მშობლის როლი ძალიან დიდია, რომ მხარდაჭერა გამოუცხადეს ბავშვს, ეხლა რომ წააგებს ჩაეხუტოს, კი რა ჩხუბს ჩაეხუტოს. რომ მოიგებს, ეხლა გაუხატოს და მასთან ერთად გაიზიაროს და აი უბრალოდ იყოს გვერდით. და აი ზოგ მშობელს უყვარს ის რეწვარი თემაში, ის რეწვარი თემაში და მე ძალიან გამიმართლა, რომ დედაჩემ არის და ჭადრაკის თამაში.
შენიშნოს არ მაძლევდა საერთოდ მოვიგებდი თუ წავაგებდი. მოვიგებდი ხო წავაგებდი. და მასწავლეთ ჩვენ მშობლები სულ იქ იყვნენ და ახლა პარტიებს იწერდნენ ხო, აი მაგას სულ იყვნენ ჩართული. მე მგონი ახლა ნაკლებად იმიტომ რომ ახლა ონლაინ ბაზებია და ყველაფერი შეგიძლია ინტერნეტით მოიპოვო და ადრე ხო არ იყო ეს ონლაინ ბაზები და მეტოქის პარტია და მეტოქის თვის რომ მინდოდა მომზადება შემდეგ დღეს მშობლები რა თქმა უნდა ამ არქივს გიმზადებდნენ წინასწარ იწერდნენ ამ პარტიას რომ მე თვითონთვის გეჩვენებია რომ რა დებუტი შეიძლება მოვიდეს ამ თუ ბავშვმა რომ შენც რაღაცნაირად მზად ყოფილიყავი ან რა შეცდომებს უშვებს თქვა მწვრთნელი რომ ნახავდა ამ პარტიას მიხვდებოდა თქვა და კარგად თამაშობს უტევს თუ იცავს თუ როგორ ის მოთამაშე მაგის მიხედვით და ხო ამას ყველაფერს დედაჩემი გიწერდა ემიტეიტეს კაბინეტში ხო ეგ ბლანკები და იქ ნამდვილად ყველა მშობელი იჭდა ხოლმე რა მეინტერესებს წე როგორ შენ ყავს ზოგადად მასწავლებლები თუ არა ხალხო მეხმარები ხოლმე და ვამეცადი და მოყვარულებს მხოლოდ იმიტომ რომ ესე ბავშვებისთვის რო არა მაქვს თვითონ ბავშვი მოსწავლის რა იყო უნდა მიყვარ მე ხო ის ტურნირები არის თუ რაღაც არის და უკვე მე რო სხვაგან მივდივარ და აი მეტყვი არა მაგ დრო ის ბავშვი ცოტაა ამიტომ ვარსობ უფრო მინდოდა აი მშობლისთვის შევა თუ შეგვიძლია რომ მიცეთ რომ შენ ახსენე რომ აუცილებელია რომ ბავშვი ვარდეს ჭადრაკი მაგრამ ხანდახან ამ ასაკში შეიძლება ან ბავშვი გონია რომ უყვარს ან უბრალოდ ემორჩილება მშობელს და მშობელს რომ ძალიან უნდა რომ გახდეს მოჭადრაკე და მოიგოს ესეც დადის და შეიძლება ამბობს რომ კი მინდა მაგრამ ამ დროს მისი სურვილის წინააღმდეგ იყოს და თუ გაქვს რამე რჩევა მშობელმა როგორ შეიძლება რეალური სურვილი გაიგოს ბავშვს თუ არა და ან სურვილი ან გაგრძელების ხო მაგ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება გამოვიდეს კარგი მოჭადრაკე არის მაგის მაგალითებიც მაგრამ ფსიქოლოგიურად რაღაცნაირი შერყეული ფსიქოლოგია აქვს და შერყეული ფსიქიკა ბავშვებს იმიტომ რომ აი სუდაძელებით არ შეიძლება და მინდა ასევე ჩემს ეს თავის ამბიციები პრობლემა გვერდით მაგათთან და აი ბავშვს რაც უნდა და თუ ემთხვევა ხა მშობელის და ბავშვის სურვილიც ახლა ზოგი არის რომ ბავშვს ხან უნდა ხან არ და ეგ სხვა არის და თუ ბავშვს ხედავ რომ არ უნდა და შემიხელ ხათრის გამოდადის იმიტომ რომ ან ეშინი ან ერიდება რომ გითხრას ან რაღაცა ყოველთვის შენი სურვილის დადიოდა ჭადრაკსა კი მე ძალიან მომწონდა რაღაცნაირად ხო მიყვარდა რა ვიცი ისედაც ახლა თქვა აი თუ ქონდა რაღაც ერთი თამაში როცა თუნდაც აი მიგებიან სხვა გააკეთა და ქონდა იყო ძალიან ბედნიერი და მივხვდი რომ აი სწორ ადგილას ხარ იქ ხარ რაღაც კი რა თქმა უნდა ეგეთი მომენტები ძალიან ბევრია ძალიან ხშირად არის ეგ მომენტები და ეგეთი მომენტებისთვის აგრძელებ და აგრძელებ იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეიძლება გრძნობ რომ ჯერ კიდევ კარგს ვერს აკეთებ და კარგი პარტიებს იკებ და თქონდა ეგენი სიამაყის გრძნობით გავსებს როდესაც მაგალითად თელეპათის განმავლობაში ცნობას არ დაუშვებ რაღაცა საოცარ კომბინაციას მოიფიქრებ სპორტის ფსიქოლოგზე მინდა კითხვა ზოგადად ფსიქოლოგის როლზე ჩვენ დროს არ იყო მე მახსოვს ერთ-ერთ მასწავლებლთან გოგი მასწავლებლთან გადაწყვეტეს რომ მოეყვანათ მშობლებს ფსიქოლოგი და ფსიქოლოგმა დაგვიწერა რაღაც 10 სიტყვა და აბა ხა ის ისწავლეთ და მე წაიკითხეს და ჩამოვარეთ რა 10 სიტყვა იყო და მეხსიერებას გვივარჯიშებდა და რა თქმა უნდა ახლა ჩვენ მოჭადრაკეებს მეხსიერებას გავარჯიშება ნამდვილად არ გვჭირდებოდა ისედაც გვერდებს და წიგნებს და რამდენ რაღაცას სწავლობდით ხოლმე და რეალური ფსიქოლოგია ამ განმოსახედიდან ვფიქრობ რომ პატარაობიდანვე საჭირო არის და შენ თუ გქონდა გამოცდილება ან რა ასაკიდან დაიწყე თუ დაიწყე ზოგადად და თუ გაქვს წესი ნაკრებსაც უნდა გყავდეთ ხო ფსიქოლოგი თუ ამ დონეზე არ არის ჭადრაკის სიტუაცია აი თვითონ ჭადრაკი არის სპეციფიკური სპორტი მაგ მხრივ აი ჩვეულებრივი სპორტის ფსიქოლოგია და აი ჭადრაკის ფსიქოლოგია ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედიდან თლად არ ემთხვევა ერთმანეთს აი რას გულისხმობ აი ისეთი რაღაცები რაც ჩვეულებრივ სპორტში უნდა გაიმეორებაში იცი და მიდი ეგრე ჭადრაკში ვერ 5 საათის განმავლობაში მაგას შენთან ვერ ეტყვი ამიტომ რაღაცნაირად აცდენია ჭადრაკში მთავარია ფსიქოლოგიის როლი ჩემი აზრით არის სტრესთან გამკლავი რო წაგებული პარტიის მერე ან მოგებული პარტიის მერეც რო ხარ ეიფორიაში რაღაცნაირად დამშვიდე და წონაზე და შემდეგი დღე
კიდე თავიდან საბრძოლო ზუსტად ის რაც არ ვიცი თუ გაქვს მოსმენილი ჩვენი ფეხბურთელის ქოჩორას ინტერვიუ იყო ზუსტად რა მაგ კუთხით სტრეს ვერ უმკლავდებოდა ძალიან ვიხმარ ამ სიტყვას შეიძლება რაღაცა ცოტა ვუწრირებ სუსტი იყო მოკლედ სტრესთან გამკლავების მხრივ და თვითონაც ამას ფსიქოლოგთან მუშაობის მერე უკვე რომ მედი გარიგახდა ამ ყოველფრის მიმართ და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით კუთხით არ მაგრამ აი რაღაცა სხვა მომენტები არ ემთხვევა ჭადრაკი ცოტა სპეციფიკური მაინც მენტალური სპორტია ესე შეგვიძლია დავთქვათ რომ ფიქრზე და იმაზე უფრო მეტი ისე სასტიკი სპორტიც არის იმიტომ რომ ემოციურად ძალიან გიფხობს შეიძლება რაღაცა ცუდსვა გააკეთოს ცუდ ხასიათზე ხარ მე ცოტა ხანი შენს გამოგიჩნდა უკეთეს ხასიათზე ხარ და ესე ნელ-ნელა პარტიის 5 საათიანი პარტიის განმავლობაში შეიძლება მრავალჯერ შეიცვალოს მომენტი და ისე უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მყარი რომ აი ამას ყველაფერს გაუმკლავდე და შვიდად შეიძლება ემოციურად ეს გამკლავდება ჯობია რომ შვიდად მე ვფიქრობ რომ ყველა მასწავლებელი არა მარტო ჭადრაკში მინახავს ბავშვებთან ქალბურთის მასწავლებელი ძალიან ბევრი სპორტის ყველა უნდა გადამზადდეს ჩემი გამოცდილებით იმიტომ რომ იმ ხელა სტრესის ქვეშ ატარებენ ბავშვებს და არ არის აუცილებელი ხო მაგრამ რაღაც სტრესიც საჭიროა მე ბავშვებსაც გადის ამ სტრესს სტრესის ქვეშ არ გაატარებ ბავშვს და მეორე მხრივის ბავშვი მე იმ სტრესებს ვერ გაუმკლავდება რასაც შეიძლება გამოიწვევს ხო ანუ ეგ რთული საკითხია ხო ჭადრაკის ასახაში რამდენს უჩხუბია უცემია მოსწავლეს ხო ხო შობელს აი ძალიან უკვე სხვა თემა არის და სხვა ჩართულად ესე შობელი არ მასწავლებელი ბავშვს ხო ეს ნახშირია ხო და ხშირი არის ახლაც ჭადრაკში ესე ახლა მინახავს რაღაცა ბოლო წლებში მაგრამ აი კალათბურთში მინახავს მაგალითად ძალიან ხშირია და ვფიქრობ რომ ძალიან დიდი პრობლემაა ეს სპორტში. სპორტსმენს კლავ ჩემი აზრით რაღაცა კუთხით, იმიტომ შეიძლება 14 წლის ბიჭს რომ რაღაცა შეურაცხყოფას საზოგადოების პრობლემა ალბათ და იმ ოჯახის პრობლემა ვინც ეგრე იქცევა, იმიტომ რომ არსებობენ სპორტსმენები ეგ სტატისტიკური თვალსაზრისით ვთქვათ ჭადრაკშიც არიან სპორტსმენები, რომელმაც მიაღწიეს ძალიან დიდ შედეგებს და ოჯახში მამაცემდა, ნიშნებიცემდა. ეს პროცენტი ძალიან დიდია. ანუ იმის თქმა, რომ ვიღაცა რო ცემს ბავშვი ვერაფერს ვერ მიაღწევს. ეს ანუ აღწიოს, მაგრამ არის ხარჯს. ფსიქოლოგიურად ისტრესება, მაგრამ ეგ მშობელი სხვა თქვა ჭადრაკში არ მიიყვანა ის ბავშვი და მიიყვანა სხვა რაღაცაში ხო ისე იგივე ნაირად მოიქცე. ეგ ხო სპორტის პრობლემა კი არ არის, ეგ ადამიანის პრობლემაა თვითონ, რა ვიცი, ჩემი აზრით ხო ეგრე არის. ხო, და იმედი მაქვს, რომ ახლა ნაკლებად ხდება. ხო, ამ ადამიანის პრობლემა ეხა თავშულს ვინც ცემს, თვითონ ამ პრობლემა თორე ჭადრაკს მოიყვანს და მაგიტო ცემს თუ სკოლაში ვერ ისწავლა გაკვეთილი და მაგიტო ცემს, ეგ ხო არანაირი კავშირში არ არის მოყვა. რა ვიცი, ჩემი აზრით ეგრეა, იმიტომ რომ აი ბევრი მოჭადრაკე არის, ვინც ისეთ ისტორიებს ყვება. გახსნილად ეწყობიან ამ ისტორიებს, შეგიძლიათ ნახოთ გადაკამსკის ისტორია. აი ხა რომელსაც მამაც რა ვიცი თეთრი ცხოვრება ცემდა და თვითონ ეს ხა დიდი არის კონსოლი ჩემპიონატის მატჩი წარგნა თამაში და ინტერვიუს დევს თავისი ცხოვრებას როგორ ხვდება და აი რა გამოიარა ამ ბავშვმა მაგრამ ეს ბავშვი ჭადრაკის მაგივრად რომ ისულიყო თქვა სხვა რაღაცაზე იგივე გამოიბრუნდა ჩემი აზრით ანუ სპორტთან კავშირი არის მშობლების ამბიციების მომენტი არის რომ ბავშვებს რა ვიცი ესე ცუდად იქცევენ მე ხა მოკლედ სპორტი მგონია რომ ზოგადად ძალიან დიდ სტრესთან, მაგრამ დიდ სიხარულთანაც არის დაკავშირებული. და როგორც შენ თქვი, თავდაჯერებულობასაც მატებს წარმატების შემთხვევაში თუ რაღაცა შრომას ჩადებ, იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერი ფილმი რო გავიხსენოთ არა მარტო ჭადრაკზე, ნებისმიერ სპორტზე, ყველა არის აღწერილი გინდ ბიოგრაფიული გინდ ისე მხატვრული ფილმი, რომ როგორ იტანჯება თავიდან სპორტსმენიდან, რა თქმა უნდა, მე აღწევს წარმატებას თუ ფილმი happy end უნდა დავსრულდეს, მაგრამ რეალურად აი სტრესი და რაღაცა ძალიან ისე რაღაც მომენტში ეგუები ამ სტრესს, იმდენად აღარ ნერვიულობ არაფერს ეხა. პირველად ეს რო წააგებ, ნერვიულობ მე 1000 და მე 100-ს რო წააგებ, ხმახათ ნერვიულობ. რაღაც გადამწყვეტ პარტიას ნერვიულობ. ზოგიერთ ბევრ პარტიას იგებ და უფრო მეტი სიხარული გაქვს. მოგებახსენე და ახლა რა გავს გეხმაში რომ მოიგო. რა მომავალში ეხა რა ტურნირებია და მიდივარ საფრანგეთის ჩემპიონატზე.
ფინალს ვითამაშებთ 4-ის გავედით, საკლუბო ჩემპიონატს თამაშობთ 4 გუნდი გავედით და ფინალს ვითამაშებთ ნახოთ 27-28 ივნისს არის თამაშები. 27-ში მოვიგეთ ნახევარფინალი, მე გავალთ ფინალში. და საფრანგეთის ჩემპიონი. ნობას ვუმიზნებთ რა ვიცი, მე წარმატებებს გესურვებთ და ბოლო ნაწილზე გადავალ. სტუმარი მისვავს კითხვას და შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა და ამით მე დავამთავრებთ ჩვენ პოდკასტს. რა შეკითხვა დაგესვა? მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრ სფეროში ხარ წარმატებული და რა გეგმები გაქვს შემდეგ რასპერს და დაიწყოს. ხო, აი რაღაცები ჩემს ცხოვრებაში ისე სწრაფად ხდება ხოლმე. სულ ვფიქრობდი თუნდაც პოდკასტის დაწყებას. უბრალოდ სულ მინდა და სადღაც და აი უცებ გაჩნდა შესაძლებლობა და დავიწყე და მე მგონია რომ თუნდაც ეს პოდკასტი, თუნდაც ლექციები და სადაც მუშაობ, ყველა ის სფეროში სწორად ვილოს ვარ, სადაც უნდა ვიყო და ასევე ვფიქრობ, რომ ჭადრაკის ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ მე ამდენი რაღაც გავაკეთე და ამდენი რაღაც შემეძლო. ერთი რომ როგორც შენარჩენ გონებას ამჯობესებ ჭადრაკი და ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევ, რომ თუ რა თქმა უნდა როგორც შენ თქვი, შვილს აქვს სურვილი რომ მივიდეს ჭადრაკზე, უნდა მივიდეს. ეს ძალიან კარგი. კი, აუცილებელიც არის. ყველა მოიცოდეს, ძალიან დაეხმარება გონების განვითარებისთვის თუ უფრო იქით აპირებს დასვლა კიდე უფრო მეტ წარმატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობაც ექნებათ და ასევე ის რომ ალბათ შენთანაც ესე იყო ყველა გეუბნება ნინო რაჭკვიანი ხარ, როგორი ჭკვიანი ხარ და ასე შემდეგ, ეს თავდაჯერებულობასაც ამ კუთხით გაძლევს. მაგრამ მე ყველას ვეტყვი, რომ ჭადრაკას რო დაინახავთ, ჭკვიანის გარდა უთხარით, რომ ლამაზებიც არიან და კარგადაც გამოიყურებიან. მადლობა ნინო, რომ იყავი ჩვენი სტუმარი, გამონახედრო, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, ძალიან ბევრს შრომობ, შენი გრაფიკი გაქვს, გარდა ჭადრაკის მეცადინეობისა და ვარჯიშისა, გჭირდება სხვა ფიზიკური ვარჯიში და ასე შემდეგ ჩამოვთვლი და მადლობა რომ გვესტუმრა და გაგვიზიარა შენი გამოცდილება. მადლობა. ნახვამდის.